ძაღლების საველე შეჯიბრით თბილისის ზღვაზე კინოლოგ ლევან ციციშვილის სახელობის ჩემპიონატში წელს 27 ძაღლი მონაწილეობდა. მათგან საუკეთესო ინგლისური სეტერი აღმოჩნდა. ლილუმ ყველა დავალება უშეცდომოდ შეასრულა და ჩემპიონის ტიტულს 1 წლით დაეუფლა. პირველი ადგილი დაიმსახურა ბესარიონ ღვასალიას ზუ ინგლისურმა სეტერმა, ლილუმ მეორე ხარისხის დიპლომით 80 ქულით. ინგლისური სეტერი ლილუ 27 ამავე ჯიშის ძაღლს შორის ერთადერთია, რომელმაც საუკეთესო შედეგი აჩვენა. ყნოსვა, ნადირობის სტილი, ძებნის სისწრაფე და მანერა. 3 წლის ლილუმ ყველა ამ დავალებას თავი უშეცდომოდ გაართვა. ძაღლების საველე ტურნირში საუკეთესო შედეგი 80 ქულით განისაზღვრა. ძალიან მნიშვნელოვანი ეს ჩემთვის, ახალგაზრდა მონადირე და მეძაღლე ვარ და ჩემთვის არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი. საველე შეჯიბრებაში მწყერის საძებნელად გასული ძაღლი მინდორში ზიგზაგისებურად მოძრაობს. ექსპერტები და მსაჯები კი ძაღლს უკან მიჰყვებიან და ყველა მოძრაობას და მოქმედებას ინიშნავენ. შემდეგ შესაბამის ქულებს წერენ. ჩემპიონატი გამთენიისას 5 საათზე იწყება და 6 საათი გრძელდება. შევარჩიოთ წყვილები და ხვალ და ზეგ მათი ლეკვები კიდევ უფრო უკეთესი თვისებების იყვნენ. აი ეს მნიშვნელობა აქვს ამ შეჯიბრებებს და ამ გამოფენებს. ცნობილი კინოლოგის ლევან ციციშვილის სახელობის ძაღლების საველე ტურნირი უკვე მე-12-ით ჩატარდა. შეჯიბრების მიზანი კი სუფთა სისხლის მონადირე ძაღლების შენარჩუნება და მათი წინაპრების სპორტული ისტორიის შესწავლაა. შეჯიბრებაში ჩართულია კლუბი ოჩოპინტრეც, რომელმაც შეჯიბრებაში მონაწილე კიდევ ერთ ინგლისურ პოინტერს საუკეთესო ნადირობის სტილისთვის სპეციალური პრიზი გადასცა. გარდა იმისა, რომ ძაღლმა აუცილებლად უნდა იპოვოს ფრინველი, შეასრულოს ყველა ის აუცილებელი ნორმა, რაც არის დაწესებული, ყველაფერს გააჩნია თავისი ესთეტიკური სილამაზე და ამ სილამაზით ფასდება, ნადირობის სტილი ფასდება. ეს პრიზი არის ერთ-ერთი პრესტიჟული პრიზი და მე ძალიან მოხარული ვარ დღევანდელ დღეს ეს პრიზი შემხვდა მე. შეჯიბრებაში მონაწილე 27 ძაღლიდან საველე დიპლომი მხოლოდ 3-მა მოიპოვა. ტურნირი თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ჩატარდა და ამ შეჯიბრებისთვის გამოცდილი მონადირეები ძაღლებს მთელი წლის განმავლობაში წვრთნიან. ეს ჯიშის მახასიათებელი ნიშან-თვისება არის. რომელი ძაღლს უფრო გამოავლენს ამ ნიშან-თვისებას, თავისი ჯიშის მახასიათს, ის ითვლება ყველაზე კარგი სტილის ძაღლს. ციციშვილის სახელობის ტურნირი ტრადიციულად მომავალ წელს ისევ მაისში ჩატარდება. მანამდე კი გამოცდილი მონადირეები ძაღლებს ნადირობის სეზონისთვის მოამზადებენ, რომელიც ივნისში ოფიციალურად გაიხსნება.